ვიღაცა მილიონები თუ მოიპარა. მაგაზე რა სასჯელია? ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხლა მაგალითად მე რო სუპერმარკეტში შევიდე, PlayStation-ის დისკის ჩავიდე, თამაში მინდოდა და PlayStation-ის დისკი მოიპარა და გამოდივარ და დამიჭირეს, ხო? ქურდობაზე დამიჭერე. 200-300 ლარის ღირებულების ნივთი რომ მოიპარო, წლები წახვალ ციხეში. ხო ესე არის. თუ 100 ლარის ქურდობისთვის ადამიანი ციხეში მიდის, მე ძალიან მაინტერესებს მილიონობის ქურდობაზე რა ემართება ადამიანს, მით უმეტეს პრემიერ-მინისტრი რო იყო. ანუ ქვეყანა რო ქონდა ჩაბარებული. ეხლა ვიღაცა ქუჩიში პანამ თუ რაღაცა აწაპნა. ეგ სხვა მოვლენაა, ცუდი მოვლენაა, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი არ არის ეგ. ადამიანი რომელსაც ქვეყანა ებარა, მაგან თუ მილიონები მოიპარა, მაგას რა ბედი ეწევა, მაგითი უნდა გადავწყვიტო მე რა სახელმწიფოში ცხოვრობ, იმიტომ რომ ახეთ მან არის ორი ვარიანტი რა. ან მაგას რაც ეკუთვნის, ეგ სასჯელი აქვს და ხვდები რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობ. ან თუ 100 ლარის მოპარვაზე ციხეა და მილიონების მოპარვაზე გირეულ და პირობითი, მან მარტო ერთი დასკვნა კეთდება, რომ თუ იპარო, ცოტა ბევრი უნდა მოიპარო რა. ანუ სახელმწიფოს მესიჯი რა იქნება, იცი ხალხისთვის, რომ თუ ძმაო მოპარვასა 1-2 მილიონი უნდა გაწიო, მაშინ არ დაგიჭერე. რაღაცას თუ ტილაობ, ეხლა და 100 ლარი მოიპარე, დაგიჭერენ, აბა რა იქნება, ხო? აი, რა მესიჯი იქნება ხელისუფლებისგან, ეგ მე ძალიან მაინტერესებს.